მოგესალმებით, მადლობთ ტელემაყურებლებო. ამ წელს პირველად გავდივარ ეთერში. გილოცავთ დამდგარ ახალ წელს, შობას და კიდე რომ მოვა ახალი წელი, იმასაც წინასწარ მოგილოცავთ. სახალწლო დღეებია, სადღესასწაულო დღეებია და დღეს ჩვენ შევეცდებით, რომ მაინც და მაინც არ დავამძიმოთ ეს განწყობა, რომელიც გვაქვს, არადა მაინც და მაინც დიდი მიზეზი არა გვაქვს ვიყოთ ძალიან ხიარულები და კმაყოფილები, თუმცა მსოფლიოში ისეთი ძვრები დაიწყო, რომ მე ყოველ შემთხვევაში ის მეიმედება და ვფიქრობ, რომ ჩვენამდეც მოვა აი ამის გარიბალდის ისტორიასთან დაკავშირებით ეს ხმატკვილი მე მგონი წერეთელს აქვს არა ლექსი გამაგონე ჩემს მამულშიო იქ იტალიაში რო დაიწყეს რევოლუცია ასე რომ ეს მადუროს გადაგდება რაღაცნაირად მე მგონი ნიშანია იმისა რომ ყველა დიქტატორულ ქვეყანაში დამკვიდრდება რეალური დემოკრატია რომელშიც ჩვენ ვხედავთ ხალხის მმართველობას. სუვერენული უფლების ადამიანების საზოგადოების მიერ განხორციელებას. სუვერენული უფლება ეს არის ხალხის უფლება აირჩიოს, გადაირჩიოს, თუ არ მოეწონა კანონი, ესე იგი ის დაბლოკოს და ასე შემდეგ. ჩვენ ეს კანონი ჯერ კიდევ შევარდნაძემ ამოგვიღო კონსტიტუციიდან და წაგვართვა. ისე იგი ეს აუცილებლად აღსადგენი იქნება და შემდეგ როგორც აქ ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ შევქმნათ ისეთი სისტემა რომ 1 და 2 და თუნდაც 10 კაცს ერთად არ შეეძლოს ქვეყნის ძირითადი მიმართულების განვითარების მიმართულების შეცვლა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აი ჩვენი ყველა გადაცემა სწორედ იმას ემსახურება რომ ჯერ ერთი საზოგადოებას უთხრათ რომ არის ეს შესაძლებელი ძალიან ბევრი ფიქრობს რომ ეს შეუძლებელია აუცილებლად ბელადი მოვა და ის მე როგორც უნდა ისე აკეთებს ასე არ უნდა იყოს ნამდვილად მეგობრებო აი სწორედ იმიტომ რომ პირველი გადაცემა არის მე მოვიწვიე დღეს და ის სიამოვნები დამთახდა ახალგაზრდა კაცი, მუსიკოსი, განათლებით რეჟისორი, ადამიანი, რომელიც აი 405 თუ 10 რამდენი დღე არის, ესე იგი იქ არის, ესე იგი აკაცუკი ქვიათ არა თქვენ მე მგონი საგინებელი სიტყვა. ზოგიერთის აზრით. ხო, ზოგიერთის აზრით. და ბატონი ოთარ ბერძენიშვილი და ის ამავე დროს საინტერესო არის ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც იმით იქნება რომ მან პირველმა მოიფიქრა გაუკეთა ორგანიზაცია და შექმნა მუსიკოსების ინტერესების დასაცავად მუსიკოსების პროფსოიუზული ორგანიზაცია შექმნა ის და არის მისი ხელმძღვანელი და აგრძელებს მოღვაწეობას იმისათვის რომ დაიცვას მუსიკოსების ინტერესები როგორც ფინანსური, ასევე სოციალური და ყოველ მხრივ. ნუ ახლა რადგანაც ის საპროტესტო ღონისძიებები, რომელიც რუსთაველზე მიდის და პარლამენტის წინ, იქ მუსიკოსებს განსაკუთრებული როლი უჭირავთ და იმ რთულ ბრძოლას, რომელსაც ისინი სამთარში, ზაფხულში, სიცივში, სიცხეში ატარებენ, მაინც რომ გაყვეს ეს მუსიკალური ღონისძიებები და ცოტა უფრო შეუმსუბუქოს და მხიარული გახადოს ეს პროტესტანტი საზოგადოება. მართლა სწორად ჩამოვაყალიბე? ფანტასტიკურად. დიდი მადლობა. ბატონო ოთარ, რომელიც მიხარია რომ ხართ ჩემი სტუმარი და მოდით დავიწყოთ ახლა ასე. პირველი კითხვა ჯერ ერთი საზოგადოებას ავუხსნათ როგორ მიხვედით ამ იდეამდე და როგორ განახორციელეთ ეს და რას ელოდებით ამისაგან თქვენი ძირითადი მიზნები კი ბატონო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ძალიან საინტერესო არის თქვენი სტუმრობა
ამ არხზე და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი ულოცავ საზოგადოებას ახალ წელს შობას ყველა დღესასწაულს და მოგიყვებით კი ბავშვებს კითხვაზე მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ასე ვთქვათ. მუსიკოსთა პროფესიული კავშირი ეს თვითონ სტრუქტურა კავშირის საერთოდ არ მქონდა გათავისებული, როდესაც ეს იდეა მომივიდა რეალურად რა. ეს მოხდა, როდესაც პანდემიის დროს რაღაც 15 წლიანი სტაჟის მქონე მუსიკოსი მივედი მერიაში, ვაპირებდი მისვლას მერიაში, უფრო ზუსტი რო ვიყო, რომ ამეღო ეს რაღაც თვეში 200 ლარი, იმიტომ რომ ვეღარ უკრავდი. ეს კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ უკრავდი ხოლმე და აღმოჩნდა რომ არსად არანაირ საბუთში არ ეწერა რომ მე ერთი დღე მაინც მიმუშავე ცხოვრებაში ამ კუთხით, ამ განხრით. რამაც სახელმწიფოსთვის თქვენ ხართ უმუშევარი. უსაქმური უმუშევარი. დიახ, ეგრე აღმოჩნდა. მე არა, ალბათ მოქმედი მუსიკოსების 80%. დღესაც კი. ანუ რეალურად ეგრეა, რა სამწუხაროდ. ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ იმაზე, მუსიკოსებთან რომ გააკეთონ თუნდაც მცირე მეწარმეები და არეგისტრირონ, რომ აი რაღაცა ფორმის კონტრაქტებს ჩვენ თვითონ ვაწვით, რა თქმა უნდა. რაღაცა ფორმით მაინც რომ აღიბეჭდოს რომ ისინი შრომობენ, იმიტომ რომ ეს ყველასთვის ძალიან საჭიროა. დამსაქმებელსაც კი სჭირდება ეს რეალურად, იმიტომ რომ ამდენი ეს ჯიბიდან ფულის მიცემა რთულია ხოლმე რა, რეალურად ბევრ კომფორტულია, როცა ღია და ბუღალტერიას ასწორებ და ალაგებ რა. მოგეთ, ამიტომ სამწუხაროდ ისე არის რომ სიმფონიურ ორკესტრში თუ არ უკრავს სახელმწიფო ორკესტრში ან ტელევიზიის ორკესტრში ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ ესე თუ არ მუშაობ, არსად არ წერია რომ შენი გიმუშავია. ძალიან იშვიათად რომ რაღაც კონტრაქტით დაიმით მუშაობენ თუ რაღაც ძალიან კაი მენეჯერი არ ყავთ, რაც ასევე დიდი იშვიათობა არის ჩვენთან. კი ბატონო, ამიტომ დავიწყე იმაზე ფიქრი როგორ შეიძლება ამის მოგვარება, ცოტა წავიკითხე რაღაცეები, მეგობრებს ვესაუბრე და ნელ-ნელა მივედი იქამდე რომ ეს ამ ორგანიზაციის რაღაც ფორმა შემექმნა, ასე ვთქვათ რა. ანუ შემდეგ ნახე ჩემი ნაცნობები, ვისაც სფერო და ვისწავლე და ვისაც პატივს სცემდა ვითვალისწავლე, ვეცადი რომ ყველა პატარა მიმართულებიდან თითო ადამიანი მაინც მომეწვია და 2023 წლის 12 დეკემბერს 28 ადამიანმა დავაფუძნეთ საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი. კი ბატონო, რომელიც აი დღემდე რაღაცნაირად მოვიტანეთ და ვნახოთ ხვალ რა იქნება და შემდეგში. დიდი მადლობა. ახლა განადგათ კიდევ ერთი ნაბიჯი. რატომ დგახართ იქ დღე და ღამე? რუსთავი, კი ბატონო. მოდით მე გავაგრძელებ მაშინ ამ ისტორიას, რაც დავიწყე და იქ პასუხიც იქნება. დიახ. როდესაც დავაფუძნეთ მუსიკოსთა პროფესიული კავშირი, აღმოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაცია საქართველოში კი რეგიონში არ არსებობდა საერთოდ აქამდე. არსებობდა კომპოზიტორთა კავშირი, რაღაც კულტურის პროფკავშირი, რაღაცები, მაგრამ ანუ რეალურად აი საქმე რო ეკეთებინა ძალიან ხა ულამაზოდ გამომდის ამის მაგრამ ფაქტია რა და არ დავუწყებ შელამაზებას პირდაპირ ვიტყვი და არ გქონდა არანაირი გამოცდილება, რაზე დაყრდნობითაც შეგვეძლო ეს საქმიანობა. ხო, ეხლა მე მუსიკოსმა რა ვიცი, მინიმალურ სახელმწიფო ანაზღაურებად საიდან უნდა ვილაპარაკო, ხო არ მაქვს ამის რაღაც ცოდნა რა ელემენტარული. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ პირველივე დღიდან მუშაობა იმაზე, რომ გამختარიყავით სოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის წევრები, რომელიც არის მსგავსი ეს მუსიკალური კავშირების ყველაზე დიდი გაერთიანება სოფლიოში, რომლის წევრიც არის ფაქტიურად ყველა ქვეყანა, რაც გაგვახსენდება რუსეთის გარდა. იმიტომ რომ რუსეთი ძალიან უხეშად არღვევს ძალიან ბევრ ეს მუსიკაში მიღებულ წესს, ასე ვთქვათ რა, თუნდაც მეკობრეობა იქნება, იქ საავტორო უფლებები რა ყველაფერს. ჩვენ მივახციეთ ამას წარმატებას და რამოდენიმე 6 თუ 7 თვეში დაარსებიდან გავხდით ფედერაციის სრულუფლებიანი წევრები. 20 სოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის წევრები, კი ბატონო. და უკვე აი 24 წლის დეკემბერში აქ საშინელი დარბევებიდან გადავფრინდით ევროპული ჯგუფის კრებაზე, რომელზეც საქართველოს პირველად მიიღო მონაწილეობა რეალურად. ეს იყო მე-19 კრება ამ ევროპული ჯგუფის. ყოველწლიური არის. რატომ გავა რუსთაველზე? რადგან ჩვენ გავხდით სოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის წევრები, ჩვენი გეგმა იყო ესეთი, ხა ქართულ მუსიკოსებს სამწუხაროდ არ აქვს შემოსავალი და რეალურად დიდად ხა პროფკავშირი უნდა არსებობდეს საჭირო გადასახადით. რაზეც ძალიან აქტიურად მუშაობთ, რომ იქამდე მივიდეთ. თუმცა ბევრი მუსიკოსს უბრალოდ არ აქვს თუნდაც ის მწირი, რაც ჩვენთან არის საწევრო, რომ გადაიხადოს. ამიტომ ჩვენი გეგმა იყო, რომ გვემუშაოს საერთაშორისო გრანტებზე, მაქედან ყოფილიყო შემოსავალი, რითიც ჩვენ იურისტებს, ფინანსისტებს გადავხდით ხელფასებს, ჩვენ თანამშრომლებს და ამით ამ ორგანიზაციას გავაზრდით, გავაძლიერებდით და რაღაც რეალურ ცვლილებას მოვიტანდით ქვეყანას. და მუსიკოსებს რა თქმა უნდა. თუმცა აი ამ თვეების მუშაობის შემდეგ უცებ გამოვიდა
ბატონი ირაკლი კობახიძე და გადაწყვიტა რომ საერთოდ აღარანაირი ურთიერთობა აღარ ქონდეს ევროპასთან რამას თუ რამხელა პროტესტი წავდა გამოიწვია კი ვიცით 28 ნოემბერი იყო ზუსტად კი ბატონო 5 წლის კი ბატონო და ნუ მას შემდეგ უბრალოდ აზრი დაეკარგა ამ ყველაფერს დაეკარგებოდა მე რო ჯიუტი ამ ყოფილიყავი ძალიან და ძალიან რო არ მჯეროდეს იმის რაც ვაკეთებ რა იმიტომ რომ რეალურად ჩაიკეტა ყველანაირი გრანტი ეხლა მე და სხვებსაც დარწმუნებული ვარ ჩემ კოლეგებს სხვადასხვა სფეროებიდან არ უნდათ რომ მეცნიერებაშიც იგივეა აგენტი რატო უნდა მერქვას რატო უნდა დავუწორო ჩემ ხელს რომ აგენტი ვარ როცა მინდა რომ სოფელში მუსიკის სკოლაში იყოს პიანინო გამართული მაგიტო ვარ აგენტი რომ საქართველოს სოფელში მინდა რომ გამართული მუსიკალური ინსტრუმენტები იყოს ან ქართულ მუსიკოსო ნორმალური ანაზღაურება ქონდეს რომელიც გატარებული იქნება თან რომ ანუ რეალურად უბრალოდ ხელზე კი არ აიღებს ეკნება ხელფასი და შეძლებს რომ თუ დაჭირდა ახალი ინსტრუმენტი კრედიტი გააკეთოს თუნდაც ხო ნუ ეს ყველაფერი დაეკერდა მაგრამ მას შემდეგ უბრალოდ რაღაცნაირად აზრი ეკარგება სამწუხაროდ ჩვენ ამდენიმეჯერ ცადეთ ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მე ვიყავი მაგ იდეის ავტორი რომ ხო არ გამოვიდეთ ამ პროტესტიდან საერთოდ საერთოდ ძალიან რო გაგრძელდა და იმას ძალიან ბევრჯერ იმიტომ რომ ნუ აი უბრალოდ ვეღარ ვხედავდით აი სადღა უნდა წავიდეთ რა უნდა გავაკეთოთ მაგრამ ნუ ვერ მოვახერხეთ მაინც დავრჩით რუსთაველზე და ნუ ვიქნებით სანამ ამ ცვლილებას არ მივახცეთ იმიტომ რომ ნუ ეს არის აი წეგან რომ საუბრობთ მაშინაც ვთქვი და ეხლა ვიტყვი ეს აღარ არის უკვე ევროპაზეც არ არის რა და აი რაღაც რუსეთზე და რაღაცაზე იქ იმაზე არის რომ უბრალოდ არის ძალიან ცუდი მთავრობა რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ საქართველოში მოქალაქის ცხოვრება იყოს ცუდი არ კონდეს ღირსეული ანაზღაურება ღირსეული შრომითი პირობები ზოგადად ღირსება კონდეს შელახული ადამიანს და რა ვიცი ხა რაღაც ეს 20 თუ 200 ადამიანს ვინც არის აი ქსევით იმათ კონდეთ ყველაფერი და ჩვენ არჩენებს არაფერი საერთოდ გასაგებია ესე იგი თქვენი პროტესტი პირადად თავიდან დაიწყო აი ამ თქვენი პროფესიული განვითარების და შესაძლებლობების ევროპულ დონეზე და მსოფლიო დონეზე გატანის შეზღუდვამ გამოიწვია სახელმწიფოს მიერ რომ აი ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ ამ და რუსეთში ვიაროთ კი ბატონო ამ კავშირებით კი ბატონო ხო გასაგებია ახლა ბატონთან მე მინდა ცოტა გავაფართოვოთ ეს ჩვენ ეს ერთი ამბავია რომ მუსიკოსებს დაგებლოკათ აი იმ იდეით რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა ყველას დაგვებლოკა რეალურად რა თქმა უნდა ნუ რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრმა და ნუ ფაქტიურად ბატონმა ბიძინამ ჩვენ ვიცით რომ უმალისოდ არაფერი არ კეთდება ჩვენ ძალიან გაგვანაწყენა ბილად რომ თქვა ზოგადად რომ თქვა ჩვენ მაგრამ აი რა ვქნათ როდესაც არიან განათლებული ნაწილი ინტელიგენციის რომელსაც რაც არ უნდა უთხრა მაინც არ ესმის აი მაგალითად არ ესმის ის რომ პრემიერ-მინისტრმა რომელმაც 14000 ლარი დაინიშნა ხელფასი თავისთვის და იქ მარტო რომ არ იყოს ამისანა ხელფასით იქ პრეზიდენტსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც მისცა კიდე მოუმატა 1400 წელს ეს შენერასაც ხომ მოუმატა უცილარით ბანკის მმართველს იქ ლამის 30000-მდე აქვს თვეში პენსიონერებს მოუმატა აი მე მომემატა მე მგონი 45 ლარით ხელფასი ერთი საავადმყოფო ვერ გააკეთეს 14 წლის მანძილზე ამ ხელისუფლებამ უფასო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იმ ხალხისათვის ვისაც არანაირი საშუალება არ აქვს გადაიხადოს და ჩვენ ვგრძნობთ რომ ყველაფერს ამას აკეთებს იმისათვის რომ აიძულოს ყველა იმ ფასიან კლინიკებში იარონ რომელშიც ყველას იმ ხელისუფლების წარმომადგენელს თქვენ რო თქვით იმ 200 კაციდან რაღაც ჯგუფებს ზოგს აქვს ზოგს იქ აქვს თავისი წილები ესე იგი ქვეყანა და საზოგადოების ინტერესები ეწირება პატარა მერკანტილურად განწყობილი უსინდისო უნამუსო ხელისუფლებაში მოკალათებულ ადამიანების ინტერესებს ამას ეწირება ჩვენი კეთილდღეობა და რაც ყველაზე დიდი
ჩემთვის ტრაგედია არის ის, რომ საკმაოდ მაღალი განათლების ადამიანები ამაზე არან თუ უბრალოდ დუმან, ესეც დანაშაულია, მაგრამ კარგი ის დუმს მაინც გამოდის და ესე იგი იცავს და აქეთ გვაწვება, რომ აი თქვენ ესე იგი ხართ უმადურები, თქვენ ვერ ხედავთ, რომ ის რაღაცა ერთი ეკლესია გაარემონტა, კონსერვატორია გაარემონტა, თეატრი გაარემონტა, სამების ეკლესია ააშენა. ნუ თუ ვერ აღძოთ ახლა მაინც, როდესაც კაცმა რიტორიკის დონეზეც შეწყვიტა ევროპისაკენ სვლა და პირდაპირ გამოაცხადა, რომ ევროპა არ აგვაქვსო, ნუ თუ დღეს მაინც ვერ მიხვდა საზოგადოების ის ნაწილი, ვიზედაც ვლაპარაკობ, რომ ეს კაცი არის აგენტი უცხო ქვეყნის, რომელიც გაამდიდრეს, ფული მისცეს, გამოუშვეს, დავალება მისცეს და ასრულებს იმ დავალებას. ამას რომ ხალხი ვერ ხვდება და ამას უნდა აღუდგეთ წინ, რა თქმა უნდა. თქვენ შეხედეთ ახალი წელი ჩვენ როგორ შევხვდით. თქვენც იყავით აი იქ ილია და აკაკის ძეგლთან და იქ პარლამენტის წინ და მე ვგებულობ რომ მთელი მოედანი თავისუფლების თურმე უცხო ტომის წარმომადგენლებით იყო სავსე იმღამეს. კი ბატონო. ეს ინდუსები, ავღანელები და ვინიც ის რამდენი. კი ბატონო. ჩვენ ვიცით რომ ესე იგი სამხედრო მიმართულებით არანაირი პროგრესი არ აგვაქვს. პირიქით ჩვენ ვკარგავთ ბრძოლის უნარიანობას, ჩვენ ვკარგავთ შეიარაღებას, არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის რომ თავდაცვის უნარიანობა ეს შვიდობა რო აირჩიეს მაგიტო ალბათ. ეს აბაუმი გინდა, რა თქმა უნდა, ახლა ეს ცნობილი ფილოსოფიური წინადადება, თუ გინდა იყოს მშვიდობა, უნდა ემზადო ომისთვისო. ეს ამათ არ იციან. ამათ იციან, რომ თუ გინდა მშვიდობა, ესე იგი მოიპარო რაც შეიძლება მეტი ფული და მერე სადღაც გაიქცე. ვერსად ვერ გაიქცევიან. აი მადუროს მაგალითი, მადურო ქვია ხო იმ კაცს? მადუროს მაგალითი, აი ზუსტად იგივე. ესე იგი სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა და ხალხი ყველაზე ღარიბი. აი რას ნიშნავს მადურა და რას ნიშნავს ბიძინა. ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ და ამას მივეცით საშუალება კიდე ხელმძღვანელობის, ჩვენ იმაზე უარეს მდგომარეობაში ვიქნებით და იმას დაემატება კიდე ეს უცხოტომელების შემოსვლა და ჩვენი ხალხი ისეთია, რომ ის აუცილებლად უნდა მოძებნოს უკეთესი საშუალება და ამისათვის ერთადერთი გზა დღეს არის უცხოეთში წასვლა. ესე იგი მიგრაცია ხდება, გარბის აქედან ხალხი ჩვენ ადგილს იკავებენ სხვები და ბიძინა და მისი კლანი იქნება. აი ამას ემსახურებიან და მე მინდა საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ გითხრათ ხალხო, კარგად დაფიქრდით. ეს კაცი არის შემოგზავნილი კაცი. შეიძლება რაღაცას როდესღაც შეეშალა, გამოიჭირეს და იძულებული არის ეს აკეთოს, მაგრამ ჩვენ ხომ არა ვართ იძულებული ამას გავყვეთ და ხრამში გადავიჩეხოთ და თვითონ მერე იქ სადღაც გაიქცეს. ამას რატომ ვერ ხვდებით საზოგადოების წევრებო, მწერლებო, პოეტებო, რატომ ვერ ხვდებით მეცნიერებო, ჩუმჩუმად რომ ხართ? აი ეს ახალგაზრდა კაცი გამოდის და იბრძვის თქვენს მაგივრადად, ჩვენს მაგივრადად. აი ახალგაზრდებმა ვინ არიან ახლა ძირითადად იქ დატყვევებული ციხეებში? ახალგაზრდები და ჩვენ ვინც არა ვართ ახალგაზრდები და ვხედავთ ეს რატომ მოხდა, რატომ ვართ ჩირგვებში დამალული. ჩვენ ავიტანეთ ზვიად გამსახურდიას გადაგდება და ვიცით ვინც გადააგდო და როგორც და მე ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. და ჩვენ ვნახეთ რომ იმათ რაც გააკეთეს პირველ რიგში პირველი ფენა სიმდიდრის რაც იყო საქართველოში ამას დაეუფლნენ. შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა ამის მოთმენა და მოხდა ის რაც მოხდა რევოლუცია, გადატრიალება და მოვიდნენ ნაციონალები და ჩვენ აღფრთოვანებული ვიყავით. აი ახლა გვეშველებაო. სულ რაღაც 2 წელიწადში მივხვდით რომ შეცდომა დავუშვით.
ესენი თურმე ისინი არ ყოფილან, მაგრამ მან მიხეილ სააკაშვილმა შეძლო მაქინაციებით და რაღაცებით, აი თავისი რეპრესიებით და რაღაცებით მიიყვანა და კიდე გაძლო, ესე იგი 10 წელი იყო ხელისუფლებაში. მაგრამ დიდი სიამოვნებით დაუჭირეთ ხარი ახალ გამოჩენილ ძალას. ზუსტად ეგრევე ვუწოდი სააკაშვილს, როგორც ეხავებებით იმონიშნავს. ახლა ზუსტად იგივე სიტუაციაში ვართ. უარესში, სამწუხაროდ, აი ძალიან 5 წელი დამჭირდა ბატონო ვახში, რომ მეთქვა, რომ აი ნაცებზე უარესები არიან. მართლა აი თავი შევაკალი სააკაშვილი რომ წასულიყო ქვეყნის მთავრობიდან, მართლა ძალიან ბევრი რაღაც ფილმები ვიღეთ, რაღაც ვაკეთეთ, ნუ რაც შეგვეძლო რა. მაგრამ აი უარესია რა, ეს უარესია. ეს უარესია. ბევრად. და რაც ყველაზე მთავარია, არ ჩანს რომ ამას რამე უკეთესობისაკენ კონდეს რამე მიცრაფება. იქ ეს შეიძლება ევროპული ფული ყოფილიყო, მაგრამ რაღაცები მაინც კეთდებოდა ქვეყანაში მაშინ. რა აი ძალიან ძიმე არის მაგას რომ ხა ისეთი ცუდი რაღაცებიც ხდებოდა პარალელურად, მაგრამ რაღაცა მაინც რა აი თავს თუ დაიბრმავებდი, ახსნიდი მაინც შენ სიბრმავეს. და ეხა ვერ ახსნი. ვერ ახსნი რატო ხარ ბრმა რა ადამიანი. ესე იგი ორჯერ ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის რანგში მყოფი, როდესაც პოლიციის მინისტრიც იყო და არმიის მინისტრიც, ხო, ღარიბაშვილი. ეს აღმოჩნდა კორუფციონერი და მატყუარა. დოლარების ბალეში. როდესაც არმიის მინისტრი ბურჭულაძე აღმოჩნდა ბურჭულაძე, ხო? მისი გვარი. სამხედრო მინისტრი. მე მგონი ბურჭულაძე იყო. ისე იცვლებიან. ციხეში ის ახლა. კი ბატონო. ციხეში ის. გომელაური. დაიჭირეს თუ არა ჯანჯერი? მე მგონი არ დაიჭირეს, მაგრამ უპირებენ. ლელუაშვილი ხო დაიჭირეს სუსის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსო დაიჭერენ? ხო. ანუ ის დაიჭირეს. ბიძინას რომ პროკურორად უნდოდა და არ დაანიშნეს, პროფესორად დანიშნეს და მე მაინც ესე იგი ვერ გაუძლო და მოხსნა. ესეთი კაცი ყოფილა, კაცის მკვლელი და დამკვეთი ფარცხალაძე. კი ბატონო. ფარცხალაძე. ნუ რომელი ერთი უნდა ვთქვა, აი ესეთი ხელისუფლება, ყველანი რომ არიან გასრილები. მაგით უჭირავთ ალბათ. ალბათ ეგ არის, რომ ის უჭირავს ეს ხალხი. ლი კუან იუ, აი ეს ერქვა მე მგონი ვიც რა ქვია, სინგაპურის დამაარსებელი, რომელმაც შექმნა ეს ქვეყანა და რომელიც ის რა ქვია მაგას ეკონომიური მაჩვენებლებით რაღაც პირველ ხუთეულში შედის. პირველ ხუთეულში შედის. და აი ამ კაცმა აი მიშა სააკაშვილი იძახდა ჩვენ სინგაპურივით ქვეყანა უნდა, მაგრამ მან პირველ რიგში დაიწყო იმით, რომ კორუფცია მოსპო. კორუფცია და ნეპოტიზმი მოსპო. და ეს რომ მოესპო, ის იძულებული იყო შემოეღო და განეხორციელებია ისეთი მკაცრი ზომები, როგორც არის ადამიანის დახვრეტა, ჩამოხრჩობით. და დღესაც ეს კანონი იქ ფუნქციონირებს. და ფუნქციონირებს აი დიდ ეკონომიურ დანაშაულზე ჩინოვნიკების მიმართ. ჩინოვნიკებს ეგრევე მოუმატა ხელფასები. ამათ ჩინოვნიკებს მოუმატეს ხელფასები, მაგრამ ის ჩინოვნიკები იმათ მეტი უნდათ და არანაირი ის არ არის რა ქვია მაგას დასჯა და ამიტომ აგზელებენ და აგზენებენ მითვისებას სახელმწიფო სახსრებისას. მე ეგერ ცხოვრობ მაღლებ კორპუსთან და იქ ვიცი რომ აგერ აი რაც ის რა ქვია ხელისუფლებაშია კალაძე იმ ორ ქუჩაზე უნივერსიტეტის ქუჩა და ახვლედიანის ქუჩა არის ალექსანდრე ახვლედიანის ქუჩა თვეში ერთხელ მოვლენ გათხრიან რაღაცას გაარემონტებენ დაფარავენ მეორეჯერ მესამეჯერ მეოთხეჯერ არ მახსოვს რომელი წელი იყო 2023 თუ 24 დავითვალე 21 ჯერ გათხარეს ერთ და იგივე ადგილას ეს მიდის იწერება ქაღალდები ფული იხარჯება და მე თავიდან იწყება ბიუჯეტი მუშაობს სარგებელი ესე იგი არ არის
სარგებელი არ არის და ამ ხელისუფლებამ როგორ გააყალბა ჩვენ ხომ ყველამ ვიცით და დღესაც იძახიან რომ არ გაუყალბებიაო. არა, ნუ ის რო გააყალბეს იქით იყოს და ეს ყველაფერი გასაგებია. ადგილობრივ არჩევნებზე და გააკეთეს. ბატონო, ახლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე, რაც მე მინდა შენთან განვეხილო. დიახ. აი ჩვენ ვართ მეცნიერთა კონგრესი. დიახ. ჩვენ ერთი 10 წელიწადია, 10-ზე მეტი არის, როგორც ორგანიზაცია ვარსებობთ, 15-იც ალბათ. და ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანას ჭირდება სისტემური ცვლილებები. ქვეყანას ჭირდება დამოუკიდებელი უცხოებზე, რომ არ უნდა იყოს დამოუკიდებული ისეთი მმართველი გუნდი. ჩვენ ვამბობთ და ჩვენ დავწერეთ, დავამუშავებთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინა, რომელიც სულ 12 პუნქტისაგან შედგება. ჩვენ პირველ დიდ სისტემურ უბედურებად მიგვაჩნია ნეპოტიზმი და კორუფცია. რომ თქვენ მართალი თქვით, იქ და აქაც გაიმეორეთ, რომ აი ამ ჩვენს ხელისუფლებას მართლა არაფერში არ ინაღლება ეს რუსეთი იქნება თუ ევროპა, მათთვის თავარია ვისთან კავშირი მისცემს უფლებას უფრო მეტად დაჩაგროს თავისი ხალხი და თვითონ იყოს დიდრა და კარგად. ხეიროს, აბარა. აი ეს არის. არც რუსეთი უნდა, არც ევროპა უნდა, მაგრამ რუსეთს იმიტომ არის უფრო შეფარებული, რომ რუსეთი მას არ აიძულებს აქ რამე შეცვალოს. რუსეთს აწყობს, სუდად მიდის. აწყობს. რა თქმა უნდა, ნახეთ. თუნდაცია. გიორგიევსკის ტრაქტატი, რატო მოხდა საჭიროება გიორგიევსკის ტრაქტატის? იმიტომ რომ გვიპყრობდნენ. ხო მართალი ვარ. უცხო სარწმუნოების მქონე ხალხი გვიპყრობდა და ერთ მორწმუნე მეგობარი ეცადა რომ ენახა ერეკლე მეორეს, ხო? და გახდა შეგნა გიორგიევსკის ტრაქტატი. აი ახლა რაც ხდება საქართველოში, აი ეს არაბების, პაკისტანელების, ინდოელების არავის არ ვერჩი. საქართველოს სტუმრად მასპინძლობის ქვეყანა არის და ყველა მე მგონია რომ უნდა მივიღოთ. სტუმრად. მაგრამ აი ამ ყველაფერს ლოგიკურად არ მოყვება ის რომ ჩვენ რუსეთს ვთხოვთ დახმარებას რომ მოგვაშორონ ესენი? ო, იმის შეგადებენ. ეხლა ხო აღარ არის რომ ხმლით ამხედრებული შემოვარდეს. ხო მოვა აქ მიწას იყიდის, იქ რაღაც დინარიდან წყალს აიღებს, ცოტას რაღაცას გააკეთებს. მაგრამ რომ დაგვიპრობე მე ვიყო ვაიმე რუსეთო გვიშველი. იმიტომ რომ რამდენიმე წელიწადში უკვე იმის საშუალება არ გვექნება რომ ვაიმე ევროპა გვიშველი ვთქვა და ვაიმე ამერიკა გვიშველი. არ გვექნება უბრალოდ. მაგაშია ფერი უბედურება. ო, რა თქმა უნდა, ეგერ ახლა დაიწერა კიდე რომ აი ამ დღეებში უკვე ამ წელს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ტყეების სტატუსის შეცვლაზე. ესე იგი უკვე იმ ტყეებსაც აუცილებლად. მე ვნახე 20 დაახლოებით 20 რეკლამა მე ვნახე აი არაბული TikTok-იდან, Instagram-იდან როგორ იყიდება აქ მიწები, როგორ პირდებიან რომ აქ თუ იყიდიან ბინას, მოქალაქეობას მიიღებს საქართველოსი. რატომაც არა ეხლა მილიონერი რო ხარ, 2-3 ბინას დაიგდებ რა თბილისში. გასაგებია და ბატონო ოთარ, საქმე იმაშია რომ ჩვენ ყველამ ვიცით რომ ის რაც არის არ ვარგა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას ამბობს ნაციონალებიც, ყველა იქ თავთავის რამე 3 თუ 4 პარტია არის, შვილობილი პარტიები, ამას ამბობდა გახარიას პარტიაც, ამას ამბობს ბანკირების პარტიაც და ასე შემდეგ გირჩები და რა ვიცი მსხლები და ატმები და აი ეს ყველა ძალა აი არანაირად არ ჩანს რომ ისინი უკეთესები იქნებიან თუ მოვლენ ხელისუფლებაში. ისა ეგ რა საინტერესო წეგან ამაზე რომ საუბრობდით, ეგეთი აზრი გამიშთა, ვეღარ შეუძლია თქმა ჩასმა, ჩაკვეხება. ძალიან საინტერესოა რომ აი ამ პროტესტზე ეს არის სხვათა შორის ვინმე თუ არ იცის სიგრძით მეორე ადგილზე არის მსოფლიოში ჩვენი რუსთაველის პროტესტი. პირველ ადგილზე არის ნიგერიაში ამჟამადაც მიმდინარე პროტესტი 600 რაღაც დღე არის, სადაც წყალს ითხოვს ხალხი. მაგის მერე არის აქ საქართველოში ვითხოვთ თავისუფლებას. 400-ზე მეტი დღე არის. ანუ ამ ხელა რაღაცა ხდება და არც ერთხელ, არც ერთი პარტიისგან არ გაჟღერებულა სოციალურ პრობლემებზე არაფერი. რატო? იმიტომ რომ შესაძლებელი ექნებათ მე. ჯერ ის რა შეუსრულებია ვინმეს, მაგრამ
არ ჟღერდება აქ არის რომ თავისუფლება და ისეთი ცნებებზე არის საუბარი, რაზეც შეგვიძლია ვიკამათოთ, რა არსებობს თუ არა იქ ცნება რა, იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ხალხი გვაწვდის. ძალიან სამწუხარო არის ეს ყველაფერი. ამიტომ მე აი ამ საკითხთან დაკავშირებით აი ვისურვებ და ვოცნებობ იმაზე, რომ ქართულ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რიგით ადამიანებს ჩვენ ყველას გქონდეს იმის ელემენტარული განათლება და ცოდნა, რომ აი სწორად შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა. იმიტომ რომ ვინც არ უნდა მოვიდეს უახლოეს რაღაც არწლეულებში საქართველოს მთავრობაში, სამწუხაროდ ისიც ამ ქვეყნიდან იქნება მოსული. მაგიტომ არ ვარ არც ხშირ შემთხვევაში მედია, როგორც ვსაუბრობთ, არც მთავრობა, არც ოპოზიცია. ამ ქვეყნიდან გამორიცხოთ ჩვენ არ ვართ რა ამ ყველაფერს ეხა სიარულს სწავლობს, საკუთარ ლაპარაკს სწავლობს რა ქვეყანა, ბავშვები ვართ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. მიუხედავად ჩვენი ამ ისტორიისა და ყველაფრის, ხო? გასაგებია. ხო და ამიტომ ესე იგი ჩვენ მიგვაჩნია აი მეცნიერებს რომ ყველაზე მთავარი არის სისტემური ცვლილებები. მე როგორც გითხარით, აი მართვის დარგში მიმუშავია დიდხანს და რა თქმა უნდა ახლა როდესაც ხანძარ და რუსულად არის взрыво безопасность, ესე იგი пожара взрыво ხანძარ და აფეთქებად საშიში საწარმოები რომ არის, იქ ძალიან დიდი ის არის რა ქვია სისტემები მკაცრად განსაზღვრული, რომ ავარიები არ მოხდეს და ზღუდეები არის დადგენილი და ადამიანებიც ესე იგი დისციპლინირებულები, იქ ყველაფერი გაწერილია ზუსტად ვინ რა უნდა აკეთოს, როდესაც რაღაც პარამეტრი გამართავის იმიდან, ესე იგი იმის თქმა მინდა რომ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ობიექტებზე მართვის სისტემები დახვეწილია იდეალურამდე. და აქედან გამომდინარე, ახლა მე მთელი ცხოვრება ამაზე რომ მუშაობ და შემიქმნია სისტემები და დანერგილა აი სისტემები, მე აი ბოლო მეორე პერიოდში ჩემი ცხოვრების აი გადავედი აი ადამიანების როლზე ამ მართვაში. და აღმოჩნდა რომ მართვის სისტემაში ადამიანი არის ყველაზე არასაიმედო ელემენტი. და მე კარგად რომ დავფიქრდით, ესე იგი ამიტომაც არის ეს კონსტიტუცია, ეს კანონები, ეს კოდექსები მოფიქრებული, რომ ადამიანი როცა დგება რაღაც თანამდებობაზე, მას უამრავი შემზღუდავი ეს კანონები იკავებს. ეს რომ არ იყოს და ის თავისით როგორც უნდა ისე მართავდეს, იქნება ანარქია. ამიტომ რაც უფრო ცივილიზებულია ქვეყანა, მით უფრო დახვეწილია ეს კანონები. ამიტომ ჩვენ ის კი არ გვინდა რაც შევარდნაძემ და სააკაშვილმა გააკეთა რომ იმ კარგ კონსტიტუციაში რაც მათ ხელს უშლიდათ ის მოხსნეს. ერთმა მოხსნა ღალატის ეს რა ქვია მუხლი კონტექსტში და ახლა კაცი რომ დაიჭირო მოღალატია ქვეყნის ვერ გაასამართლება, არა გვაქვს. მთელი თავრობა ქვეყნის მოღალატია. მეორე მოხსნა რეფერენდუმის კანონი, რომლის თანახმადაც ჩვენ უფლება გქონდა, კანონი, რომელიც არ მოგვეწონებოდა, ახლა ვის მოეწონება ის კანონი, რომ იმაზე რა ქვია, ტროტუარზე კაცი დგას და იმას ესე იგი 15 დღიან და 30 დღიან იმას სასამართლოს გარეშე. ბატონო? სასამართლოს გარეშე თან. ხო. პირდაპირ რა. ჯერ ჯარიმები ხო დაიწყეს თავიდან, მე მაქვს 3 ჯარიმა რა რუსთავაზე დგომისთვის და პირველი ჯარიმა დამეწერეს შემდეგ ორ ჯარიმაზე უფრო გვიან. იმიტომ რომ პირველი ჯარიმა რომ დამეწერეს, მაშინ იყო ჯერ სასამართლოს უნდა მოესაჯა რა ეს ჯარიმა, ასე ვთქვათ. და ეს გაიწელა და ამასობაში პატრონმა რო დაიწყო ტერმინალებით სიარული რუსთაველზე ეგრევე და ეს ორი ჯარიმა მე მივიღე ეგრევე და მე პირველი ჯარიმა მივიღე როგორც მესამე ჯარიმა. გასაგებია და თქვენ სწორად ბრძანეთ რომ არც ერთი პარტია არ აპირებს იმ დრაკონული კანონების შეცვლას. ხალხო მე თითქმის ერთ და იგივეს გამოდის რომ ყოველ ჩემს გამოსვლაზე რაღაცნაირად ვიმეორებ და ვიმეორებ იმიტომ რომ მე მინდა რომ გაიგოთ ყველამ რომ ხარი უნდა დაუჭიროთ მხოლოდ იმ ძალას რომელიც ჩამოაყალიბებს კარგად აი იმ კანონებს და იმ წესებს რომელსაც ის განახორციელებს როცა ხელისუფლებაში მოვა. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავედით. ჩვენ ვამბობთ რომ აი ჩვენ დავწერეთ ესეთი დოქტრინა, დავწერეთ ასეთი კანონები, უბრალოდ ჩამონათვალი რა უნდა გავაკეთოთ,
დავწერეთ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს და გეუბნებით ვისაც გინდათ მოგიდეთ ხელი თქვით რომ ამას განვახორციელებთ და ჩვენ თვითონ ხარს დაგიჭერთ მეტი რა ვქნათ არა თქვენ გინდათ თუ არა ცხენზე ამხედრებული ჩაპაევი ბელადი გინდათ ეგერ ბიძინა ბელადი მიშა ბელადი ისა რა ქვია მაგას შევარდნაძე ბელადი არაფერს არ მოგვიტანს ჩვენ ეს ბელადები ბელადი როგორც კი იგრძნობს თავს ბელადად ის მაშინვე ხდება მონსტრი ნამდვილად არ გვინდა ჩვენ ბელადები ჩვენ გვინდა ჭკვიანი ხალხი მეცნიერულად მოაზროვნე რომელიც ჩამოაყალიბებს ამ თავის აზრებს და იმაზე ვიმუშაოთ ეს კანონი იქნებ რაღაცნაირად გავაუმჯობესოთ კი ბატონო ჩვენ გვაქვს პირველადი ჩამონათვალი ამ კანონების დავჯდეთ განვიხილოთ გავაუმჯობესოთ და უთხრათ ყველას პოლიტიკოსებს რომ აი ვისაც აი ესეთი კანონების განხორციელების თავი და შნო გაქვთ ის გამოვიდეს თქვას შეპირდეს და ჩვენ მას მივცემთ ხმას ოღონდ მაქსიმუმ 2 წელი რომ დავაკვირდეთ რომ ისინი ასრულებენ ამას და მე ისა რეფერენდუმით ან ახალი არჩევნებით იმიტომ რომ არ შეიძლება აი ესეთი პოლიტიკური მოღვაწეების სამწუხარო და საუბედუროდ როგორც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ამ 35 წლის მანძილზე ამათ ენდოთ მე ჩამოყალიბებული მაქვს 10 მე კი არა მეცნიერთა კონგრესს 10 კრიტერიუმი რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიდერი ფაქტიურად ეს შეიძლება წაუყენოთ ყველა პოლიტიკოს რომელიც აპირებს იმიტომ რომ ყველა პოლიტიკოსი თავის თავში რა თქმა უნდა ოცნებობს გახდეს პირველი ხელმძღვანელი და პირველი ხელმძღვანელი რო იყო უნდა იყო პატიოსანი უნდა იყო განათლებული უნდა იყო დიდი გამოცდილების მქონე შენ არასოდეს არ უნდა გქონდეს ჩადენილი ისეთი რაღაცა რომელიც არ გეკადრება და არ ეკადრება ლიდერს ესე იგი არ უნდა გქონდეს ქრთამი მიღებული არ უნდა გქონდეს ნეპოტიზმური ცდუნებები განხორციელებული შენ სიცოცხლეში და ამ შემდეგ ჩვენ ასევე მეცნიერებმა ბევრჯერ თქვით და კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ სოფლიო ისტორიაში საუკეთესო ხელმძღვანელები საუკეთესო დემოკრატიული მმართველობის პირობებში ევროპის ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში და კანადაში და იგივე განათლებულ სხვა ქვეყნებში ის ხალხი არის რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში 68 წლის და შემდეგ ეს იყო დეგოლი, ეს იყო ჩერჩილი, ეს იყო რეიგანი, ეს იყო გოლდა მეიერი და საქმე იმაშია რომ შეიძლება ახალგაზრდა კაცი აი თქვენ ხართ ახლა ესე იგი 42-43 წლის ახალ 50 კი ბატონო შეიძლება გენიოსი იყოთ მაგრამ მე თქვენ ხმას არ მოგცემთ იმიტომ რომ თქვენ არ იყავით ისეთ თანამდებობაზე სადაც იყო საშუალება ქთამის მიღების და არ ვიცი თქვენ წაგძლებთ სული თუ არ წაგძლებთ რა თქმა უნდა მაგრამ ის კაცი რომელიც ახლა დღეს არის 55-ის 19-ის 60-ის 70-ის და ვიცი რომ ის რაღაც პერიოდში მუშაობდა და ქონდა ამის საშუალება მაგრამ არ დაუშვა მან კარგად ჩაატარა ის თავისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ის პერიოდი და მან არ შეირწყვინა თავი ესე იგი იქ საიმედობა მეტია აი ამაში ეს ყველაფერი მეცნიერულად დამუშავებულია არაფერი აქ ველოსიპედი არ არის გამოსაგონებელი ჩვენ გვინდა მაღალი რეპუტაციის ხალხი ამ რეპუტაციას კიდე ჭირდება დრო აი ამიტომაც არის რომ მეცნიერებმა რომლებმაც გამოიკლიეს მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედში ვინ არის ყველაზე უკეთესი მმართველი წლოვანებით აი 100 საუკეთესო ფირმა აიღეს და იმისი მენეჯმენტის პირველი პირები გამოვიდა რომ ყველაზე უკეთესი მმართველები ყოფილან 60-დან 70 წლამდე მეორე ადგილზე გამოვიდა 70-დან 80-მდე და მესამე ადგილზე გამოვიდა 40-დან 60-მდე და ეს მხოლოდ აი იმ თავისი გამოცდილების ხარჯზე გამოცდილება არის უმთავრესი მმართველობის ხარისხის სასამაღლებლად და პლუს რა თქმა უნდა მეცნიერული მიღწევების გამოყენება მართვაში მეცნიერების არ შეიძლება მოვიდა შევარდნაძე ზვიადისები გააგდეს ფაქტურად მმართველობა თითქმის 100%-ით გამოცვალა მოვიდა სააკაშვილი თითქმის 80% გამოცვალა მოვიდა ბიძინა ამან
ალბათ ეთყობა იცოდა და ამიტომ ეს იმისი სააკაშვილის კადრები გადმოიყვანა თავისთან, მაგრამ პროგრესია, უკვე პროგრესია. მაინც, მაგრამ ეს კიდე უარესი, ცუდი კადრები გამოიყვანა. ამ დროს არსებობს ოქროს კანონი, რომელიც გეუბნება, რომ თუ გინდა რომ არ დაინგრეს ის რაც ქონდა კარგი და ამავე დროს მიაღწიო პროგრესს, შენ აუცილებლად უნდა იყო 40-დან 60%, ესე იგი 40-ზე ნაკლები არ უნდა დარჩეს ძველებიდან და 60-ზე მეტი არ უნდა იყოს მოყვანილი ახალი. ეს ხალხო კანონებია, კანონი რას ნიშნავს? ის აუცილებლად სრულდება ნებისმიერ პირობებში. მოკლედ, ბევრი რაღაცა არის საჭირო და ჩვენ მეცნიერებმა ეს ყველაფერი ჩამოვაყალიბეთ, წიგნად დავწერეთ, 2 თუ 3 წიგნი გამოუშვით. ეს დოქტრინაც, ესე იგი, დაიბეჭდა და გავრცელდა. არც ერთ პარტიას ეს არ ჭირდება. აი მე თქვენ გეკითხებით როგორც ახალგაზრდების წარმომადგენელს. ხართ თუ არა მზად ითანამშრომლოთ მეცნიერებთან? აი ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა. აი შეგიძლიათ მოხვიდეთ, წაიკითხოთ ეს ჩვენი ნაშრომები და თქვათ, რომ აი ეს აქ რაღაცა შევცვალოთ, აქ რაღაცა დავამატოთ, ამაზე უარი ვთქვათ. კი ბატონო, მაგრამ ყველა ჯგუფმა თავისი პარტია შექმნას, ეს ხომ დაქუცმაცება არის? ესეც ხო არ ვარგა? შეიძლება რაღაც თქვა, კი, რა თქმა უნდა, ამის უცხად აქ. იცით რა არის? ბოლო აი რაღაც ალბათ ერთი თვე არის რა, სულ მაგაზე საუბარი ყველასთან და ნუ აი ახაც ვიტყვი რა, რომ ერთადერთი რაც იმ უზარმაზარ რესურსს შეგვიძლია დაუპირისპიროთ ქვეყანამ, რაც აქვს მართლ გუნდს, ეგრეთ წოდებულ მართლ გუნდს, არის იდეა. იმიტომ რომ რესურსით ჩვენ ვერ დაუდგებით წინ და საქართველოში მთავარი იდეა ყოველთვის იყო ერთიანობა ჩვენ. იმიტომ რომ ანუ როდესაც ამხელა გველეშაპს ვებრძვით, ჩვენ თუ ყველანი ჩვენი შეხედულებების განსხვავების მიუხედავად ერთად არ დავდგებით, აზრი არ იქნება ამ ბრძოლას რა. ეს იქნება უბრალოდ ეს რაღაც კბილებით მიტანილია ეს 406 დღე, რომელიც კიდე გაგრძელდება უბრალოდ არ მორჩება რა, სანამ მარტო რო დავშე მაინც ვდგებით და მე რო არ დავშე სხვა დაშეს ისიც იდგება. მაგრამ ჩვენ თუ ყველანი ერთად არ დავდექით და ერთმანეთთან მუშაობა არ დავიწყეთ, არაფერს აზრი არ იქნება საერთოდ. აქ მთავრობის გარეგდებაზე არ არის რა, ქვეყნის წინსვლაზე არის. აი მაგაში ვარ დარწმუნებული რა. დიდი მადლობა, მეც სწორედ ეს მინდა და რომ თქვენ ამ აზრზე ხართ თვითონ შემოდაც, ესე იგი, უნდა გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ, არ გვინდა ბელადები და მათი ძებნა, ჩვენ გვჭირდება პროგრამები, ჩვენ გვჭირდება პროექტები, ჩვენ გვჭირდება ალგორითმები, რომლის მიხედვითაც მივაღწევთ პროგრესს და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად დაიწყებს თავის თავზე მორგებას აი ამ სისტემისას, ის ავტომატურად გაირიყება აი ამ სისტემაში. ესე იგი, ეს არის მეცნიერული გზა და მე მიხარია, რომ შენ როგორც ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელს, თანაც კაცი, რომელმაც შენი თავი თვითონ შექმენი, ამ ორგანიზაციის შექმნით, მიხვედი ამ მოძე, ეძებ რაღაცას აკეთებ, რომ ამისთანა პიროვნება აღმოჩნდი ჩემთან დღეს, ახალი წლის პირველ ჩემს გადაცემაში. მადლობა მინდა ამის. დიდი მადლობა თქვენ განსაცდელად. შენ შეგიძლია კიდევ ერთი წინადადება რა გინდა მიმართოს საზოგადოებას. ცეცხლი ოლიგარქიას. თავისუფლებას ინგლისის პატიურებს რა თქმა უნდა. ცეცხლი ოლიგარქიას. დიდი მადლობა რომ გვისმინეთ. ოთარ ბერძენიშვილი, ვახში ჟვანია. დიდი მადლობა. ერთად ხოვართ ერთი 120 წლის. ეგრე გამოდის.